რეკორდი ყოველთვის ვაკავშირებთ რაღაც ლოგიკასთან, ხო? ყველაზე მაღლა ახტა, ყველაზე ძიმე რაღაც აწია, მაგრამ მე დღეს მოვიძიე ისეთი რეკორდები, რომელიც საერთოდ რო არსებობდა და მე მგონი არც გეცოდინებოდა და არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას. ამბის აქვს მოხსნილი რეკორდი ყველაზე მეტ ჩიზბურგერის პირში ჩატენვაში, ანუ რომელ ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს ეს ყველაფერი? თან ამხილა პირია, ბიჭო. თუ არ ვსწრები ამას სამ პირის გამო სხვა რეკორდიც აქვს. ამხილა პირია, ბიჭო. ეს არის ჩემი სტომატოლოგის ფავორიტი კლიენტი. ამ ხელაზე პირ რომ მეღებოდეს, მაგარი საზღვრობა კი არის. პირს ვერ ვაღებ რა, დიძე. ეს არის ჩემი მაქსიმუმი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ბურგერები. არა მაკდონალდსის, არა ვენდის და ასე შემდეგ. კონკრეტულად ბურგერებისთვის რო არის ფასტ-ფუდ. კონკრეტულად ბურგერებისთვის რო არის გათვლილი ფასტ-ფუდ რესტორნები. იმიტომ რომ ამ ხელა ბურგერი რომ მაქვს, ანუ ჩვეულებრივი ბურგერიც კი დიდი არის რა და პირს იმდენად ვერ ვაღებ ფართოდ, რომ მოვაჭამო წესიერად რა. რო შევჭამო წესიერად და გემრიელთ. ანუ სულზე აი მეზოლაზნება რა და მაგის გამო მეზიზღება. თქვენ აღებთ ამ ხელაზე პირს, არ გემრიელა ჭამთ მაგას, მართლა მაინტერესებს, არა ირონიულად. ეს რეკორდი არის სოფლიოში ყველაზე თხელი სენდვიჩი. აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე რა არის გინესის რეკორდები მართლა მაინტერესებს არა ირონიულად. რას დაემსგავსა გინესის რეკორდები? ყველაფერი შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ რეკორდად. აი მაგალითად რა გავაკეთო ახლა? აი სანთებელა არ მუშაობს. ვისაც სანთებელებთან შეხება აქვს, ყველა მიცის რომ პირველივე წდაზე არ ინთება ხოლმე სანთებელა. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც 5-დან 5-ვე შემთხვევაში პირველივე წდაზე ავანთებ. ვიცი ბიჭო. აი აბაზო საუბარ, ბოჭა. ოპა 1 2 თული. შემდეგში შევეცდები რომ გინესის რეკორდი მოხსნა. დამიწერეთ კომენტარებში რომელი რეკორდი გინდათ რომ მოხსნა გინესის. მე მაგალითად შემიძლია დავაცემინო 20-ზე მეტჯერ. ძალიან თავისუფლად, ანუ სკოლაში მაქვს მოხსნილი ეგ რეკორდი, მე მგონი მაქვს 19-ჯერ დაცემინებული, ერთ მისვლაზე ვაცემინებ ძალიან ბევრჯერ. შემიძლია ერთხელ ამოვიღო კამერა, როცა დაცემინება მომინდება და დავიწყო ცემინება. ჩემი აზრით რეკორდს მოხსნი. რამდენია? 976 დღე ტიპი აცემინებ და გაუჩერებლად მას არ ამოვიღებ, პაპატია. ეს არის რეკორდი, როდესაც ადამიანმა დააყენა 10 წიგნი ერთი ხელით 678 წამში. მაინტერესებს რამდენ სიხდის გინესის რეკორდს რომ მოხსნა. ანუ დაჟე ფულსაც არ უხდიან. უბრალოდ სერტიფიკატს აძლევენ. თუ ვინმეს რაღაც უცნაური ნიჭი აქვს, ან რაღაც უცნაურს აგროვებთ დიდი ხანიან და გონიათ რომ თქვენზე მეტი არავის ექნება შეგროვებული და ნებისმიერი რამე, რაც უცნაურად გეჩვენებათ, გინესს მიწერეთ და აუცილებლად ჩაგწერეთ. ეს რა არის ბიჭო? ამ ძაღლს ქვია ოზი. ძალიან საინტერესო სახელი აქვს და მისი ენა არის 19.89 სანტიმეტრი. დად გაეზარდა ბატონოსის ხელა ენა. ესეც გინესის რეკორდებში წერია. კაპიკი არ მიუციათ ამ ძაღლს, მე მგონი, საჭმელიც კი. ეს არის გინესის რეკორდი ყველაზე გრძელ ნოტაზე, რომელიც გრძელდებოდა 2 წუთი და 1.07 წამი. ნახე ხრჩობა უკვე. მეც მაინტერესებს 2 წუთი და 1.07 წამი, ხო? სამი წუთი და რაღაც აი 20 წამი დავაკელს, ანუ ძალიან მარტივი იყო, უბრალოდ ბოლოს დავიღალი და მაგდო გავჩერდი. როგორ უნდა აღმოაჩინო ადამიანმა ეს ნიჭი, რომ შეიძლება ჩაქუჩები დაამტვრიო ხელით და ამაში ზევიდან სოფლიო რეკორდი მოხსნა. აბსურდულია ძმაო. მაგას მეც გავაკეთე. ეს არის რეკორდი ადამიანი ივენთების სტადიონი თუ ჰოლი თუ არბაზი რაც გენა დაარქვით, მაგაზე ავიდა 4 წუთში და 40 წამში ავიდა და ჩამოვიდა უფრო სწორად.
და მიიღო სერტიფიკატი. ერთი ის მიხარია, რომ გინესის რეკორდები როგორც გავიგე, ფულს არ იძლევა და ამაში უბრალოდ სერტიფიკატი აიღო. თორე დავიბოღმებოდი, მართლა დავიბოღმებოდი. ამაში რომ ფული აიღო ადამიანს, დავიბოღმებოდი. ეგრევე გავამზადებინებდი ადამიანებს სპორტის სასახლეს. სპორტის სასახლეზე ხო აი დარწმუნებული ვარ 100 არავინ ასულა და 100 არავინ ჩამოსულა. მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი და სულ 15 წუთი მომედოვებინა, ჩემი ეს რეკორდი იქნებოდა. იმიტომ რომ ჩემ გარდა ამას არავინ არ გააკეთა და ჩემი აზრით კიდე ბობდევნო 300 წელი. ეს არის რეკორდი, ადამიანი იჩერებს კილებს სახეზე. ნახე, რამდენი გაიჩერა? 25 კილა გაიჩერა ტანზე. წარმოვიდგენია რამდენი ხანი ვარჯიშობდა ამ რეკორდის მოსახსნელად. სასწაულია. ეს არის რეკორდი ერთბორდიან ველოსიპედზე, ანუ unicycle-ზე 6 ბოულინგის ბურთი ეკავა ტიპს. აი ლოგიკას ვერ ვაკავშირებ ბევრ რაღაცასთან. საიდან აღმოაჩინა რომ 6 ბოულინგის ბურთის დაკავება შეუძლია. მე რა ზომები არის საერთოდ ეგ ბოულინგის ბურთები იქნება ყველაზე პატარები არის და ყველაზე პატარები შეიძლება მეც დავიკავო, მაგრამ არ რთული. საიდან აღმოაჩინა მოდი პირველი ნიჭი რომ ბოულინგის ბურთების დაკავება შეიძლება. და მე რატომ იფიქრა რომ ერთ ბორბლიან ველოსიპედზე დაეკავებინა ეს 6 ბურთი. გეუბნები იფიქრებენ ისეთ რეკორდებს, რომელსაც არავინ ცხოვრებაში არ გააკეთებს, არ მოიფიქრებს საერთოდ რომ გააკეთებს. ეს არის რეკორდი ადამიანმა 30 წამის განმავლობაში პირით სარკეს ესროლა და ისო პირით მიიღო 51 ჯერ პინგ-პონგის ბურთი. ფუ რა საზღვრობა. თქვენი ასე დამიწერეთ კომენტარებში, როგორ უნდა აღმოაჩინო, რომ საერთოდ ეს ნიჭი გაქვს. და მე მით უმეტეს როგორ უნდა მიხვიდე იმაზრამდე რომ გინეს დაურეკო, მოდით ნახეთ რა მაგარი რაღაცა გავაკეთო. დაიწყო ამის კეთება და მე სერტიფიკატი მოგცენ და გინესის რეკორდების წიგნში შეგიტანონ როგორც ტიპი რომელიც პინგ-პონგის ბურთს ეწლდა პირით 30 წამის განმავლობაში 51 ჯერ. მართლა მაინტერესებს თქვენი აი საიდან გულობენ ამ ყველაფერს. ვახ. ეს არის რეკორდი კანფეტი ესროლეს. რა გატკით? 54 მეტრის დაშორებიდან. და დაიჭირა პირით. 54 მეტრი არ ვიცი, ამდენად შევძლებ მაგას, მაგრამ მეც მაქვს ერთი ძალიან საინტერესო ნიჭი, ჩემთვის საინტერესო ყოველ შემთხვევაში, რაც ვიცი რომ ბევრი ვერ აკეთებს. აი ამას ვიცი რომ ბევრი ვერ აკეთებს. ერთი. დავთვალოთ არც მქონია მეოთხე. ჩემში ყოფილა. ონუშზე ვერ ვაკეთებ. ეს აურას კარგავ ამ ვიდეოში. ჩემი ეს არის რეკორდი ყველაზე გრძელი ჭხილების მსოფლიოში. 9 სანტიმეტრის თითქმის 1 მეტრის ჭხილები ერთ ხელზე. აუ წარმომიდგენია როგორი იქნებოდა მაგის ცხოვრება. აი ამით რო დადიხარ. და რა საზიზღრობა არის, რატო არის მრგვალი? თავიდან მეგონა რომ მოვლელი დრედები იქნებოდა და როგორი იცმევს ტანსაცმელს ნეტა. ანუ ლოგიკურად ნახე, აი ამ საროჭკაში ახლა რაცაც ვია. რანაირად ჩაატია ეს ყველაფერი. ერთადერთი ახსნა აქვს. შეიძლება საერთოდ არ იცვლის ამ ტანსაცმელს. გამარჯობა, მე ბენი ვარ და მე ოთახის ტემპერატურაზე დაბალი IQ მაქვს. ეს არის რეკორდი 9 ლიტრი ლიმონის წვენი დალია ტიპმა ხელებზე დამდგარი 24 წამში. საიდან პოულობს ეს ხალხი ამ ნიჭებს? ან რამოდენიმე ნიშს ერთად როგორ აკავშირებს ერთმანეთთან? ჩემი ეგო მეუბნება რომ ლიმნის წვენს მეც დავლევ 24 წამში. რამდენად ხელებზე ვიდგები ამ ყველაფრის პროცესში არ ვიცი, მაგრამ 24 წამში ჩემი აზრით თავსების შესაძლებელი არის ლიმნის წვენის დალევა. მე დავლევ 7 წამში. მოვიდეს გინეს ჩემთან და მე ამას დავუმტკიცე. რეაქციები თუ მოგენატრათ, ვიდეო აუცილებლად უნდა დაალაიქოთ და არქივ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ 60,000-მდე გვაკლია, ბევრი. 50,000 გამოწერთ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, მეგობრებო, ვიდეო დაალაიქოთ, არქივ გამოიწეროთ და არ იყოთ ასეთები. თუ რაღაცა რეკორდს მოხსით წესიერი რეკორდი. არ მგონია ვიღაცას უხაროდეს შევიდეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ადამიანი, რომელიც პინგ-პონგის ბურთს პირით კენწლიდა სარკის წინაშე 30 წამის განმავლობაში 51 ჯერ. ან ადამიანი, რომელმაც ხელზე დამდგარმა დალია ლიმნის წვენი 24 წამში. აი რეკორდი მესმის. ერთ ჯენგას ნაწილზე რამდენი ააშენა, შეხედეთ ბიჭო. 4881 ბლოკი ააშენა ერთ ვერტიკალურად დაყენებული ჯენგას ბლოკზე. სანამ დაინგრეოდა.
ეს არის რეკორდი და არა ის რაც გაჩვენეთ ამ ვიდეოში. შაურმა აწყო ჯეგად. ეს არის სოფლიო რეკორდი ხვილაზე შორს გამოშვენილი თვალის. რა საშინელება. აუ რა სადიდრობა არის. ეს თვალი გამოუშვა 12 მმ-ზე, ანუ 1 სანტიმეტრზე და 2 მმ-ზე. ჩემი. აი მესმის ასეთი რეკორდები. აი მართლა მაგარ რაღაც საკეთს 33 ჯერ L ფორმის აზიდვები გააკეთა. ეს არის ნამდვილად რეკორდი. ყველაზე დაბალი ადამიანი სოფლიოში, რომელმაც wing walk-ი გააკეთა თვითფრინავზე. ანუ ეს მეთქი თავიდან wing walk-ზე არის, მეთქი და აბაშაც ქონა გაკეთებული ეს ზუსტად. არა ეს ყოფილა ყველაზე დაბალი ტიპი. რომელიც არის 1.24 სანტიმეტრი სიმაღლეში. ჩემზე ოდნავ დაბალი. მე ამ ვიდეოთი მივხვდი, რომ ნებისმიერ რაღაციდან შეგიძლია რეკორდის გამოყვანა. უკარგი იდეა. არ ექვემდებარება არანაირ ნიჭს. არა ნიჭს ცოტა ექვემდებარება, მაგრამ როგორ უნდა აღმოაჩინო ეგ ნიჭი. არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას, თუ რატო უნდა ერქვას ამას საერთოდ რეკორდი. მაგრამ მაინც ქვია და ჩვენ უფრო ბანძები გამოვდივართ, რომ რეკორდები არ გვაქვს, ვიდრე ის ადამიანები. ისინი გინესის წიგნში არიან. ვივარჯიშოთ მეგობრებო, კომენტარებში დავწეროთ რა რეკორდი შეიძლება რომ მოხსნა და მეორე ნაწილში ამ ვიდეოსი შევეცდები რომ ჩვენს მიერ დაწერილი რეკორდები მოხსნა, რომელიც არ მინდა, ანუ როგორ ვიდოდა მეთქვა, ახლა ლოგიკური კომენტარები დამიწერეთ მეთქი, მაგრამ არც ეს ექვემდებარებოდა ლოგიკას. ამიტომ მომიძიეთ, ან თქვენ თვითონ მოიფიქრეთ რამე ისეთი რეკორდი, რომელიც არ არის მოხსნილი და შემიძლია მე მოხსნა და მე აუცილებლად მოხსნე შემდეგ ვიდეოში და აბა გინესის რეკორდებმა არ განმოუცეს სერტიფიკატი და არ შემიყვანო წიგნში. აბა გავიდო. ამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ და მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.